ფასონების კომპლექსი გაწუხებს და ვეღარ გაურბიხარ საკუთარი თავის მაწუხებს უძალადობ წოლზე რომ არ ატარებს ნაწნავებს უყურე ამ გადაცემას თხარ მისმა წამწალებს გამარჯობა ჰაი ალბათ გეცნობი თუ პიქაზე ძალადობის სტატისტიკას ეცნობი თუ უყურებ ის ხეულზე ნაიარებ ადგილებს იქნებ მათი დანახვა შენ ცხოვრებას კი ადვილებს და მაშინ გიყვარს როცა გიწყობს ხაჭაპურს და ნაზუგებს ნებისმიერ შეკითხვაზე ელი მისგან პასუხებს იქნებ სახლის დალაგება მხოლოდ მისი ვალია და შენი მუქთახო რაწყო მხოლოდ მისი ბრალია როცა ქალის საქალწული აპკი არის ღირსება მთელი ერის მომავალი დიდხულში ისწრება თუ კი ჩემს ლირიკაში ამოიცნობ შენ თავს და შენი გულის უცხოარიტმით გააგრძელებს ფეთქას თუ მისმენ და ძალადობის ველზე ისევ გეხარ 4 სიტყვით დაგიმთავრებ შენ უბრალოდ ხარ ძალადობა იცით რა არის? ეს არის თითქოს ხო, ეს არ ვითომ აი როგორც გითხარით, არამოდურია რა. მოდი ამაზე ხელ ვილაპარაკებთ, კერები ვილაპარაკოთ ესე და აი იმაზე გაბრაზდები იმ ამბავზე, ამ ამბავზე. მე მგონი მაგარი ახსაშფოთებელი ამბები ხდება დღეს კიდევ, თან ვეძახი ჩვენ ქვეყანას 21 საუკუნეში ვართ, მაგრამ არაფერი არ ჩანს, როცა ესეთი რაც თითო სადმე მაინც მოხდება. ხა სტატისტიკაც აჩვენეს, ხო, მაგალითად გაუპატიურების რაოდენობა 2011 წელს არის ძალიან გაზრდილი. ძალადობა ხდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახით, იწყება რაღაცა პატარით, მერე რაც დიდი ადამიანის ბედი ინგრევა და მთავარი არის ადამიანი. ხო, ანუ ის ითრგუნება რაღაცას პასუხს ვერ ცემს ძალიან ბევრი რამის გამო. ზოგჯერ უყვარს ადამიანი და ამის გამო, ზოგჯერ უბრალოდ ეშინია, დეგრადირდება და მე ის დეგრადირებული უკვე ცხოვრება არის იმისთვის რომ ბედნიერი იყო და ეხლა დეგრადირებული დათრგუნული და ამას ვერ შეძლებ. მით უმეტეს ქალი რომელიც პრინციპში კი ეხლა ყველა ლაპარაკობთ ძალიან ძლიერია, მაგრამ ამავე დროს აი ამ თავის გრძნობებში არის ძალიან მყიფე. ამ შეაგროვეს ისტორიები ქალებთან. ოჯახურ ძალადობაზე. ჩემი პიესა რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე პიესად ჩამოყალიბებული, არის უფრო მონახაზი შავი რაღაც სკეჩი პიესისთვის. ეხება ქალს, ერთ ქალს და მის მთელ ცხოვრებას, სხვადასხვა ასაკში ჩვენ ხედავთ მას 65 წლის ასაკში, დაახლოებით 35 წლის ასაკში და 19 წლის ასაკში და 12 წლის ბავშვობასაც ხედავთ პიესაში. ეს არის ერთი ქალის ისტორია, რომელმაც საბოლოოდ ასე ვთქვათ, რომელიც ჩამოყალიბდა რეციდივისტად, რამდენიმეჯერმე ნასამართლევ ადამიანად, რომელიც ციხეში იწყება და მთავრდება ამ ქალის ბავშვობით. ან ჩვენ უკუსვლით, ვეცნობით მის ცხოვრებას თუ რამ მიიყვანა ის აქამდე. ის იხდიდა სასჯელს მათ შორის ქმრის მკვლელობისთვის და შთაგონების წყარო ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ქმართან ერთად, მე ამ ქმრის მკვლელობისთვის, როცა ერთი სასჯელი უკვე მოიხადა და ბოლოს უკვე შარლატანობისთვის, ასე ვთქვათ, აფერისტობისთვის იხდის სასჯელს, როცა ის გახდა ეგრეთ წოდებული მკითხავი. ანუ ცხოვრების ბოლო ეტაპზე უკვე ასაკში. და საინტერესოა, რომ ჩემთვის საინტერესო იყო და შთამაგონებელი იყო ის სტატისტიკა, რომელიც მე დიდი ხანია ვიცი და არასდროს არ მავიწყდება, როგორც ზუსტად ციფრები აღარ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში მკვლელობისთვის ნასამართლები ქალების ძალიან დიდი პროცენტი, შეიძლება ითქვას უმრავლესობა, ან მკვლელობის მცდელობისთვის, სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ნასამართლები ქალების ძალიან დიდი უმრავლესობა იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ანუ ეს მათი ძალადობა იყო პასუხი მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რაც ადასტურებს კარგად ეს ცნობილ თეზის, რომ ძალადობა აუცილებლად ძალადობას შობს. ძალადობის თემა, ქალებზე ძალადობის თემა
არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი და ალბათ საინტერესო მასალა იმისათვის, რომ დრამატურგებმა სხვანაირი კუთხიდან შეხედონ ამ პრობლემატიკას და უბრალოდ ამბები მოგვიყვნენ ჩვენ საზოგადოებაზე, ადამიანებზე, რომელთა არც ხმა გვესმის, არც ვიცით საერთოდ თუ არსებობენ, შეიძლება ძალიან ახლოს არის ეს ადამიანი, შეიძლება ჩვენ თვითონ ვართ ამ რაღაცნაირ ტრამვას ვატარებთ და არავინ არ გთხოვს რომ ამაზე ვილაპარაკოთ, საერთოდ ვფიქრობთ რომ არ არის საჭირო ამაზე ლაპარაკი და ეს ასეთი რაღაცები შესაძლებლობას გვაძლევს რომ უფრო გავთამამდეთ. და უკვე ლაპარაკიც პრობლემაზე არის, დასაწყისია იმის, რომ ეს პრობლემა რაღაცნაირად უნდა აღიაროს. ჩემგან რატო არ არის მირთხავს მანანა. აიძულებს და მაიძულებს საშინად დაჩაგდია. მარტო კაცებია დამყრები. ფოტოს როგორ იყო? გოგო ასე იყო და უკან დაპარი. ეს არ მომაღებიოთ. აი დაპარი გოგო იყოს ესეთი. ეხლა ბაჩვი. თურალი მანანა აი ხა კაცის კი რა ვაკეთე. ოჯახური ძალადობა ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემაა. ერთის მხრივ რო შევხედოთ, თითქოს არაფერი ისეთი არ არის, მაგრამ ყველგან არის და არ ჩანს. აი ჰაერებით გამჭირვალეა რაღაცნაირი და იმისათვის რომ დავინახოთ ეს რა არის. აი რატომ ვეძებთ, ხო? აი რა საჭიროა ახლა ამის წარმოჩენა. საუკუნეებით გვიცხოვრია და რაღაცა წესები გვაქვს, ადათები გვაქვს, სტერეოტიპები გვაქვს და მათგან ზოგიერთი არის სწორედ ისეთი, რასაც ოჯახური ძალადობა ქვია. ნუ აი ელემენტარულად ახლა ეს გინება, ყვირილი, ხო? რაღაცა ჩვეულებრივია, გაბრაზდა კაცი აბა რა ქნას ახლა ხომ უნდა დაამყაროს წესრიგი სახლში. ნუ ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. რომ უნდა იცოდეს კაცმა სად მიდის ფული და სად არ მიდის ფული. არის ეკონომიური ძალადობის სახეებიც, რომლებიც მაგალითად აი ამდენი ფული რო იყო ეს საწავი და თუ საწავი და რატომ ეს იყიდე. ნუ თითქოს ერთის მხრივ არის მოვლასსა და ზრუნვისკენ მიმართული ტენდენციები, მაგრამ ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენ ამოვიცნოთ, როდის ხორციელდება ძალადობა. თუ ადამიანი თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ესე იგი მასზე ხორციელდება ძალადობა. თავისთავად ეს პრობლემა არსებობს საქართველოში და უამრავი ქალი ძალადობის მსხვერპლი ამას მალავს და არ ამჟღავნებს და ხმამაღლა ამას არ საუბრობს. ეს კიდევ უფრო აღმოვებს რა ამ პრობლემას და ეს უბრალოდ სამარცხვინო ყველაფერს თავი დავანებოდა. ძალიან გამიხარდება თუ ეს სპექტაკლები, ეს პიესები საერთოდ აქტიურობა შემოქმედებით ხელს შეუწყობს იმ ადამიანების გათამამებას, გაბედულებას, ვინც ველახებს რომ ძალადობას დააღწევს თავი და რაც თავია ამ ძალადობაზე საჯაროდ ილაპარაკოს. თუ ეს ექნება შედეგად აი ამ იდეას და ამ პროექტს, აი ძალიან მაგარი იქნება, ძალიან გახარებული იქნება და ძალიან კმაყოფილი იმით, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი ქალების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ამიტომ მაგრამ მწვენია, რომ ქალებს ცემენ, რო კითხო ყველას კაცური კაცების საგრძნობას ამბობენ და ქალებს ცემენ სახლში, ცოლებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, სხვა შეურაცხყოფებზე და სხვა ძალადობაზე რო არ თქვა. ძალიან სერიოზული პრობლემა ის არის კიდე, რომ ძალიან ბევრი ქალი არის ისეთი, ვისაც აქვს ეს პრობლემა, არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამას ვერ ხვდება. ვერ აცნობიერებს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივა თეატრში და ნახავს ამ სპექტაკლს, რომელიმე პერსონაჟი თავის თავს ამოიცნობს. იგივე შეეხება მოძალადეებსაც. რომ ნახავს ამ სცენაზე, სხვა გაიაზრებს სხვანაირად თავის აქციელს და შეიძლება აღარ გააკეთოს იგივე და იგივენაირად აღარ მოიქცეს და ნუ ვფიქრობთ, რომ რაღაცა გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ნამდვილად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება ერთადერთი ესეთი ტიპის პროექტი და კიდევ სხვა პროექტებით მოყვება მსგავსი. მე მაინც ვფიქრობ, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტის და გაეროს
დახმარებით გაკეთებული პროექტის იყო რომ თვითონ დრამატურგებმა დაინახეს თემის მნიშვნელოვნება, იმიტომ რომ ეს თემა არის ძალიან ახლოს თითოეულ ჩვენგანთან და თან ძალიან შორს ასევე. შეიძლება რაღაც შინაარსები ყოველს ესმის გარკვეულწილად, მაგრამ აი ესე ახლოს, ესე მძაფრად დანახული თითოეული ამდენი ადამიანი, ვთქვათ, ვინც პროექტის ფარგლებში იღებს მონაწილეობას, თითოეულმა უფრო სიღრმისეულად დაინახა თემა. და შემდეგ უკვე მათ აქვთ ეს უნარი, რომ ვთქვათ, დიდ აუდიტორიას დაანახონ ეს ყველაფერი, ისე რომ თითოეულმა მაყურებელმა თავის რაღაც სარკისებური ანარეკლი გააკეთოს სპექტაკლში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით. ვაუ, სერიოზული ამბავი. ყველას რაღაც თავის ფუნქცია აქვს ამ პარკში. გენრი მილერსაც და ჩეხოვსაც. ხო, პანკსაც და იმას მოცარტსაც. არ შეიძლება რომ თქვა რომ მოცარტს როგორ შეიძლება შეატარო. მე მახსოვს ხუთიანი არ დამიწერეს ერთხელ გამოცდაზე. მოცარტი რომ წელს მოკვდაო. კითხა მას, ნუ უთხარი წელი რომელიც წელი. შენ რას ლაპარაკობ? როგორ შეიძლება იქ? მოცარტი არ მოკვდარაო. მოცარტი აქ აი ბალახშია, ჰაერშია. წავაგე. მართალი ხარ თუ ხმა პატიეთ. მოემზადები. არ მოკვდარა ხო არც მოცარტი და არც არავინ სხვა რა. არც ჯოკო კერი არ მოკვდება ვიღაცისთვის. ნუ მე ერთი მგონია რომ ვიღაცა მოკვდება. შეიძლება რეკლამა წაიგითხო რაღაცა. ჩაერთე. მაგარი დიდი ხანი მკითხულობ რის რეკლამა იყო ვერ გაგო. ჩაერთე წერია მარტო. კი ბატონო, ჩავერთო, საჩავერთო. ვინახარ თუ რატომ იმპერატორში რატომ ელაპარაკე? მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცას უთხრა იქ ვიღაცას ცხოვრებაში წაიკითხა ჩაერთე და მართლა ჩაერთე რა ადექ რაღაც გააკეთე კაცო და ჩაერთო ვიღა იმ წამს იმ იმპულსმა შეიძლება მისი გონება ცოტათი შეცვალა მე როგორც ამ ბილიარდის შარს ესე რომ გააგორებ ეს იმას შეეხება აი და აქ რაღაცა სპექტაკლი იყო და იქ ბოთი ჩავარდა კარგად გამომივიდა ახლა იცი რა არის თეატრს სხვა პერიოდში აქვს სხვა ფუნქციას და ძალიან ცოცხალი ამბავია თეატრი არ იქნება უკვდავებისთვის იმიტომ რომ ის ცხოვრობს პეპელასავით მარტო ერთი დღე ცხოვრობს ეს ვერ დარჩება საუკუნეებში რა ეს არის ამ წუთას არსებობს და მე აღარ არსებობს ჯერ ერთი იმ საღამოს არსებობს და მეორე დღეს შეიძლება აღარ არის სხვანაირი იყოს ან ცუდი ან მოკვდეს ან გაცოცხლდეს ამიტომ მე მიყვარს ცოცხალი თეატრი სადაც რომელიც ცოცხალია გასაგებია ის თუ გაუგებარია ეს ასეთია ისეთია პირობითია ძალიან თუ პირიქით ილუზორული თეატრია ხო სადაც ჩაის ცხელი წყალია ვორთქლიაზდის და ასე შემდეგ ამის და მიუხედავად იმ ადამიანს შევა უნდა გამოიცვალოს იქა და გამოვიდეს როგორც მუსმენ რა მუსიკასაც არ უნდა მოусმინო თუ კარგია ურთულესაც კი ხო დავუშვით ალბან ბერგს რომ მოусმენს მომზადებელი ადამიანი ცუდ ხასიათზე მაინც დადგება ნუ რევოლუციის გარე აი რაღაც თუ ამ მიზნით არ მოდიხარ ნებისმიერ სფეროში აუცილებლად ხელოვნებაში დურგალი რო ხარ და თუ არ ფიქრობ რომ ტაბურეტკა 4 ფეხი აქვს და ზე მეტი არაფერი მაგრამ აი იქ ორ ფეხზე დავდგა რაღაცნაირად და თუ ამაზე არ ფიქრობ არ გამოვა შენგან დურგალი მაგარი არასდროს და მაგარ დურგალი თუ არ გამოვა მაგარი მამაკაცი და მაგარ მამაკაცი თუ არ გამოვა მაშინ იქნება ოჯახში ძალადობა და დაუბრუნდე დამცემა
მე და ბერდო მოვდივართ მოსკოვში. ლევან ბერიკაშვილი ჩემი ძმაკაცია მსახიობი. ეხლა ლოთია უკვე, მაგრამ კარგი მსახიობი იყო ძალიან. და მოვდივართ ვიღაცა გოგოსთან ჩავიდა მოსკოვში და შევხვდით ქუჩაში. აი ჩავედით პროსტა ირა ტანცოვშიცა ვიღაცასთან და სად მიდიხარ და ნუ ვიპოვიო და შევხვდით ქუჩაში ესე. და წაგაბავსე მივსეირნოთ ხა. Берда романтикულია რაღაცა. Ну да тита та тита. Да дай жим на счастье лапу мне რაღაცა ლექსებს. Треди мопне. Дайჭირე. Хотите птичку? Нет. Просто. Как? რაკენი მეუთხარ, მაინც არ შემჩნიო, მაგრამ გამისწორდა შე. Хотите птицу? Нет.